მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. გონების დაფის დღევანდელ გადაცემაში თქვენ მოისმენთ მსოფლიოს და საქართველოს საჭადრაკო სიახლეებს, როგორც შეგვიძლია მოგიყვებით 1877 წლის საინტერესო ისტორიას, შევხვდებით ჩვენს თანამემამულეს, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს, ელიზბარ უბილავას. ეს ის ელიზბარ უბილავა, რომელიც არაერთი წარმატების უკან დგას, როცა ეხება საქართველოს ნაკრებს, განსაკუთრებით ქალთა ნაკრებს, ის ასევე წვრთნიდა ერთ-ერთ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მოჭადრაკეს ვიშვანათან ანანდის, მათ შორის თუ სწორად მახსოვს ინდოეთის ვაჟთა ნაკრებსაც და ძალიან მიხარია, რომ ელიზბართან მოახერხე ინტერვიუს ჩაწერა და ამაზე მერე ვისაუბროთ. მინდა აგრეთვე ვაჩვენო ძალიან ორი კარგი საინტერესო პარტია, თუ როგორ უგებდნენ ჩვენები მსოფლიო ჩემპიონებს. და ამაზეც შემდეგ ვისაუბრებ და რა თქმა უნდა იქნება კონკურსის ამოხსნის. ჩვენებში ვინ იგულისხმება ესეც ვთქვათ მაგრამ. ჩვენებში იგულისხმება ჩვენი ძალიან ნიჭიერი მოჭადრაკე ბაადურ ჯობო, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა კიდევ ერთხელ და ულოცავთ მას და ელიზბარ უბილავა. ჩვენ გვინდა დავიწყოთ მნიშვნელოვანი სიახლეებით, ერთ-ერთი სიახლე კი უკავშირდება სწორედ საქართველოს პირველობას ჭადრაკში, ვაჟთა შორის 95-ე პირველობა გაიმართა, სადაც ბაადურ ჯობავამ პირველი ადგილი დაიკავა, ის მეხუთედ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ხოლო საინტერესო დამთხევა არის ქალთა 93 პირველობაზე კი ასევე მეხუთედ გახდა ჩემპიონი ნინო ბაციაშვილი, გონების დაფა ულოცავს მოჭადრაკეებს ნინოს და ბაადურს ჩემპიონობას და კიდევ უფრო ფართოდ მოგიყვებით აი ამ პირველობის შესახებ. მოდი შედეგებისაც ვთქვა, ხო? აუცილებლად. ნინო ბაციაშვილი გახდა საქართველოს ჩემპიონი, მეორე მესამე ადგილი გაიყვეს ლელა ჯავახიშვილმა და მერი არაბიძემ, მაგრამ გოებისცენტით როგორც წესია ხოლმე ესე დაალაგდა რომ მეორე ვერცხლის медаლი მოიპოვა ლელა ჯავახიშვილმა, ბრინჯაოს медаლი მოიპოვა მერი არაბიძემ. ვაჟებიც გავაცნოთ ბარემ. როგორც მოსალოდნელი იყო ალბათ გაიმარჯვა ბაადურ ჯობავამ, თუმცა ინტერვიუდან მოისმენთ რომ არც ისე იოლი ყოფილა ეს გამარჯვება. მეორე იყო თონიკე სანიკიძე და მესამე რაც ძალიან გაგვიხარდა სულ ყველას იყო ახალგაზრდა 16 წლის ლუკა კილაძე. ძალიან კარგი ულოცავთ კიდევ ერთხელ გამარჯვებულებს, პრიზიორებს. ძალიან საინტერესო დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება. 95-ე ჩატარდა საქართველოს პირველობა ვაჟთა შორის ჭადრაკში. ბევრი ვიკვლიეს სხვათა შორის და აღმოვაჩინე, რომ ასეთი ხანგრძლივი ისტორია საქართველოს არც ერთ პირველობას არ აქვს. ესე იგი, ჭადრაკის ვაჟთა და ქალთა პირველობები, ქალთა 93 იყო, არის ყველაზე ხანგრძლივი თავის ისტორიით. საინტერესოა, რომ ქალთა და ვაჟთა პირველობები ხვალ ხანი გრძელდება, მაგრამ ვაჟთა პირველობა დაიწყო სულაც 1928 წელს. შემდეგ იყო ჩავარდნა ამდენიმე წელი 1928 წლამდე, თორე აგერ 2 წელიწადში შეუსრულდებოდა 100 წელი ამ ჩემპიონატს ამ პირველობას. მე მეორე მსოფლიო ომის დროს ცოტა ხნით შეფერხდა, 95-ში ერთხელ გამოტოვეთ და შემდეგ იწყება უკვე ასე ვთქვათ უწყვეტად კვლავ. ესე იგი ამხელა ისტორია, თქმის ასლოვანი ისტორია აქვს ვაჟთა პირველობას. შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს გონების დაფის სტუმრობის სიუჟეტი ბილთმორში, სასტო დახურვაზე და ჩვენ გავისაუბრეთ აგრეთვე ტრიუმფატორებს, ხო იქ, ვაჟთა შორის და ქალ ჩემპიონს კიდევ უკვე მოვალ გონების დაფის მოვალ ასე ვთქვათ გადაცემაში მოვიწვევთ უკვე ნინო ბაციაშვილის კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ კი. ეს არის ოქროს медаლი, რომელიც დაიმსახურა საქართველოს ვაჟთა 95-ე პირველობაზე ბაადურ ჯობავამ პირველი ადგილის დაკავებით და ბაადური დღეს არის გონების დაფის სტუმარი. გამარჯობა ბაადურ, გილოცავ საქართველოს ჩემპიონობას. შენ უკვე მეხუთედ მოიპოვე, პირველად ეს იყო 2003 წელს. 23 წლის შემდეგ უკვე მეხუთედ. აი ამ ხუთი ჩემპიონობიდან 2003, 7, 12, 24 შარშანწინ იყო და 2026. რომელი იყო ყველაზე რთული მოსაპოვებელი ჩემპიონობა და როგორ შეაფასებდი აი მეხუთე პირველობას, მეხუთე გამარჯვებას? ალბათ ხა წელს ზუსტად არ მახსოვს 2007 ალბათ აი ნოკაუტი სადაც იყო ეს ყაჭეშვილთან. დიახ, აი იმიტომ ნოკაუტში როცა ორი პარტია ასულა ერთ შეცდომას უფრო დიდი ფასი აქვს. ეხლა წრიულში ერთი პარტიას რო წააგო, გაქვს შანსი მე დაბრუნების და მან რო წააგო, ვარდები ტურნირიდან. ეტყობა ყველაზე დაძაბული იყო მაინც ნოკაუტის სისტემა. მაგრამ როგორც ვატენებდი თვალს ეს მეხუთე 2026 წლის ჩემპიონატიც მე მგონი არანაკლებ რთული იყო. რა თქმა უნდა. მაგრამ აი დამარჯვა ყველაზე მეტად ვისთან გაგიჭირდა თამაში. ყველა პარტია იყო ძალიან მძიმე. ეხლა სახში რომ მივიდოდი მე და ჩემი ძმა ვარჩევდით პარტიებს და მაღალი დონის პარტიები იყო სულ ყველა. მინდა აღნიშნო ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშე ლუკა კილაძეს
შვენიერი თამაში ძალიან მესამე ადგილი დაიკავა ლუკა. უოცავ მაგას რა თქმა უნდა. ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო. დიახ, 17 წლის ხარ ხო ლუკა, მე მგონი 16 წლისაა და როგორც ვიცი, მუშაობს ჩვენი გამოცდის დიდოსთან, ზურაბ სტუროვასთან და ესეც დაიწყო. პირველი ტურიდან გამიჭირდა ძალიან ეს ტური, იმიტომ საიჭო პოზიცია მქონდა ლუკასთან. ცოტა ცეიტნოჩი, ცოტა უფრო მეტი დრო მქონდა, ალბათ უფრო მეტ პრობლემებს შემიქმნიდა, მაგრამ აი მან ასე თუ გადარჩი მაგ პარტიაში და რაღაცნაირად ბუსტი მომცა ეს შემდეგი ტურისთვის. მე მძიმე პარტიები მქონდა, რა თქმა უნდა, შანავა კონსტანტინესთან მძიმე პარტია მოვიგე, მან ნიშნულოვანი იყო ყუფრაძე გიგასთან იქ ცოტა გამიმართლა ბოლოში, თანაბარი პოზიცია იყო ენშპილში და იქ ერთი სულით ასე თქვა დასვა ის და იმის მერე რაღაცნაირად კარგად წავიდა ტურნირი. და ბოლო პარტიას სანიკიძესთან რომელსაც მეორე ადგილი დაიკავა, იმასთან უკვე ასე ვთქვათ დამამშვიდებელი ყაიმით დაასრულა თამაში და დიახ, ისევ ლუკას უნდა შევეხოთ, გუშინდელი პარტია ქონდა ნიკოლოზ კაჭარავასთან. ობიექტიურად ერთ მომენტში მოგებული ქონდა. მერე გაიარა პოზიციასაც წაგებული ქონდა, მაგრამ ისე მოგებული ქონდა. შემოატრიალა და ერთი სულით შეძლო მოგება და დაიძაბებოდა ბოლომდე უკვე. იმიტომ დღევანდელი ფრეთ და რომ მოიგო ახლინდთან ეს გავიდოდა პირველი დამატებით. ანუ მაგ ფრეთი ამით დასრულდა ეს ჩემპიონატი, იმიტომ რომ დღეს თეთრებით ალბათ არ წავაგები და კარგი, კიდევ ერთხელ გილოცავ საქართველოს ჩემპიონობას, ძალიან მაღალი რანგის შეჯიბრება. და შემდეგი რა შეჯიბრება, სადაც მიიღე მონაწილეობას 2026-თან იცი რომ წელს ოლიმპიადის წელია უკვე, როგორ ემზადები ოლიმპიადისთვის, როდიდან იწყებ უბრალოდ მომზადებას და რა გეგმები გაქვს უახლოეს მომავალში. დიახ, ნუ რა თქმა უნდა, პიკი ტურნირია ოლიმპიადა, სადაც საქართველოს უნდა ვასახელოთ, ყველაფერი უნდა ვეცადოთ რომ დავდოთ კაი რეზულტატი. ნუ ეხლა საქართველოს ნაკრების ვარშავშორის ალბათ 10-ეული არის მშვენიერი რეზულტატი, ეხლა რაც უფრო დაბლა, მით უკეთესი. მომზადება მიდის ძირითადად შეკრებებზე. ალბათ ორი შეკრება გვექნება, მან მთელი გუნდი იკრეფება თავის მწვრთნელით და მიდის გაზიარება ინფორმაციის და აი ყველაზე კარგი შეკრება, როცა რჩება ცოტა ხანი, ცოტა პერიოდი დაწყებამდე. იმიტომ ყველა უკვე შეთამაშებულია, ფორმაშია და ეგრევე გახურებული, ასე ვთქვათ, მიდიხარ რა შეეხება შეჯიბრებებს სადაპირებ გამოსასვლელი შეჯიბრებები ალბათ იქნება რასაც შეეხება კლასიკურ ფორმატს ევროპის ჩემპიონატი კატოვიცეში, პოლონეთში, მე მგონი მარტი თუ აპრილი, შუალედში ალბათ ვითამაშებ ფიშერის რანდომ ტურნირის გრენკე ოპენი ქვია მაგას, შაშან ვითამაშე, სადაც კარლსონმა აიღო 9-დან 9. ნუ ეს არ უნახავი რეზულტატია რაღაც საოცრება. და ძალიან დიდი ფესტივალია მან 3000 მონაწილე ღებულობს 13 ადამიანი მოჭადრაკე ფესტივალია და ძალიან დიდი პრიზებია და სტატუსიც აქვს და მან შესარჩევი არის მსოფლიო ჩემპიონატი ფიშერის რანდომში. წარმატებებს გისურვებ და ბევრი ოქროს მედალი გქონოდეს. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. გონების დაფა ულოცავს საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს 16 წლის ლუკა კილაძეს. საქართველოს მესამე პრიზიორობას, ბრინჯაოს მედალს და ლუკა მინდა გისურვო წარმატებები. ეს შენ სპორტულ კარიერაში ალბათ ყველაზე დიდი წარმატება იყო, მიუხედავად იმისა, რომ მე მახსოვს შენ 15 წლამდე სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის მოიგე ერთხელ, მაგრამ ესეთ სერიოზულ ტურნირში პირველი წარმატება იყო. როგორი იყო შენთვის ეს ტურნირი, როგორ აეწყო ყველაფერი და როგორ მოემზადე საერთოდ? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, მადლობა მოწვევისთვის. ნუ როგორც ბაადურმა მადლობას გადაუხდი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, სასტუმრო ბილდმორს, იმიტომ რომ ნამდვილად იდეალური პირობები იყო, საუკეთესოდაც მეუდესმე მითამაშია, რამაც ნამდვილად დიდი წვლილი მიიღო ამ ტურნირის ასე კარგად ჩატარებაში. ნუ რაც შეეხება ამ ტურნირის მნიშვნელოვნობას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ურთულესი, ბევრად უფრო რთული ვიდრე 15 წლამდე სასკოლო ჩემპიონატი, იმიტომ რომ მაგ თამაშობდნენ საქართველოს საუკეთესო ათეული ეგრეთ წოდებული. ნუ ყველა პარტია იყო ურთულესი, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ამ ტურნირის მერე. ნუ რა თქმა უნდა თავიდან ყოველთვის არ მოველოდით, იმიტომ რომ განთესვაში ვიყავი მე-10 ნომერი ბოლო 10 მოთამაშე ვიყავი თამაშში, ტრიალის სისტემით ჩატარდა და რა ვიცი, საბოლოო შედეგი ნამდვილად ჩემთვისაც გასაოცარია. ნუ და მეტი შეგეძლო, ხო? ნუ ისეთ საკითხია. ისე წავიდა ტურნირის საქმე, რომ მეტი შეგეძლო. ისეთ საკითხია, მაგრამ ძალიან მაყოფილი ვარ ჩემი შედეგით, ჩემი თამაშით. ამ მომენტში იდეალური იყო და რავი, მაქსიმალური და რა გეგმები გაქვს მომავალში, სად გეგმავ თამაშ, როგორ გეგმავ განვითარდე და ეს ძალიან საინტერესო არის, ჩვენ ვთქვით, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მიაღწია ასოდენ წარმატება, ძალიან საყურადღებო არის. ნუ ამ ტურნირმა შემიცვალა მომავლის გეგმები, იმიტომ რომ ნუ მოგეხსენებათ სამეული
მიეშურება საქართველოს კაცთა, საქართველოს და ევროპის კაცთა ჩემპიონატზე, ნუ საბოლოოდ შემდეგი ტურნირი ეგ იქნება. ნუ მაგის შემდეგ უკვე გეხმარებათ, მოიფიქრებთ კალენდარში ნახავ ამის შემდეგ, არ ვიცი ზუსტად. ნუ რა თქმა უნდა მომზადებას გავაძლიერებთ, ეს არ იქნება საბოლოო, იმიტომ რომ ნუ ეს კარგია წარმატება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას სჭირდება მუდმივობა, გაგრძელება, რათა ტემპი არ ჩავაგდოთ და უკეთესი და უფრო მეტი შედეგი დავდოთ. წლის დამთავრებას როგორ აპირებ დიდოსტატობის ნუ შევეცდებით პირდაპირ თავს დავუსახე მიზანი რომ წლის ბოლოს დიდოსტატის ნორმა შეიქონდა შესრულებული. ერთი ბალი მაინც, ხო? ხო, შევეცდებით. გისურვებ წარმატებას და თვალყურს მიგადევნებთ ჩვენ თელი გადაცემა, რადგანაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდა კაცის წარმატება, მამაკაცთა ჭადრაკში გვინდა წარმატებები და წარმატებებს გისურვებ. ხო, ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო ბაადურთანაც, ლუკასთანაც. ლუკას ეთყობა რომ ძალიან ასე ვთქვათ, ნიჭიერ ძალიან ენერგიულად თამაშობდა დაფაზე. კი. სულ ძალიან მომეწონა ბაადურის შეფასება ლუკას მიმართ, რომ ის გაცილებით მეტქულების მოპოვებას იმსახურება. ჩვენი ბიჭებიც და გოგონებიც უკვე ეს პრიზიორები, გამარჯვებულები ევროპის პირველობაზე მიიღებენ მონაწილეობას, ეხა წარმატებულს. გამდევს უსურვებთ მათ. კიდევ ერთი კარგი სიახლე გვაქვს, თან მამაკაცთა ჭადრაკში. ნიკოლოზ პეტრიაშვილმა მოიპოვა საერთაშორისო დიდოსტატის ბოლო წოდება, ბოლო ბალიც და უახლოეს ფიდეს კონგრესზე მას მიენიჭება დიდოსტატის წოდება და პარემ აქვე ვიტყვით რომ სწორედ ლუკა რომელიც მესამე ადგილია დაიკავა, მან უკვე საერთაშორისო ოსტატის ნორმად შეასრულა და მე ყოველთვის კარგი ამბები გვაქვს ჭადრაკში. კარგი ამბები გვაქვს თან ვაშთა ჭადრაკშიც. კარგით მე მგონი გადავიდე საერთაშორისო ამბებზე. ვეიკანზეს მთავარი ტურნირი დამთავრდა უზბეკური ჭადრაკის ტრიუმფით. პირველი და მეორე ადგილი, რაც მე არ მახსენდება ისტორიაში, რომ ერთი ქვეყნის წარმომადგენლებს მოეპოვებიათ. პირველი მეორე ადგილი. პირველი ადგილი დაიკავა ნოდირბეკ აბდუსატოროვმა 9 ქულა 13-დან და მეორე ადგილი დაიკავა ჯავახრის სინდაროვმა. რაც შეეხება ბ-ტურნირს, ბ-ტურნირში გამარჯვებული გამოვიდა ამერიკის წარმომადგენელი ენდი უდვარდი, რომელსაც 10 ქულა დააგროვა, საკმაოდ მაღალი შედეგი არის. მეორე ადგილი დაიკავა ლეგენდარულმა უბერებელმა ვასილი ივანჩუკმა. მართლა უბერებელი. მასაც ძალიან გამიხარდა მისი წარმატება და მესამე ადგილი იყო აზერბაიჯანელი აიდი სულეიმანოვი. საჭადრაკო სიახლეები ბევრი გვაქვს კიდე, მაგრამ ძალიან საინტერესო ჭადრაკის მოყვარულების მატჩი გაიმართა ჭადრაკში, არა, ჩოგბურთში, ხო? ავსტრალიის ავსტრალიის პირველობას ნოვაკ ჯოკოვიჩი და ალკარასი, რომელიც ხო არის ძალიან საინტერესო ფინალი იყო. სხვადასხვა ალკარასის გამარჯვებით დასრულდა. ალკარასი ყოველთვის აცხადებს, რომ ჭადრაკი მას ეხმარება მენტალურ განვითარებაში და სწრაფად გადაწყვეტილების მიღების ჯოკოვიჩის შემთხვევაში ჯოკოვიჩი ძალიან უყვარს, სხვადასხვა ძალიან ბევრი სურათი არის გავრცელებული, როდესაც ის თავის ყოფილ თუნელთან ბეკერთან თამაშობს ჭადრაკს და ნუ ახლა ორი დიდი ლეგენდა, ხო? მოდი ესე ვთქვათ. ერთი უკვე მიმავალი ლეგენდა, მეორე მომავალი, რომელიც მაგრამ მე ორივეს გულშემატკივრობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ალკარას უკვე მეშვიდე დიდი ამ შემთხვევაში ჯოკოვიჩი გულშემატკივრობდი მაინც. ხო, გასაგებია და საერთოდ ნებისმიერ არა მხოლოდ ჩოგბურთზე და არა მხოლოდ სპორტის სხვა სახეობებზე ბევრ ამაზე ახდენს გავლენას ჭადრაკი, ამიტომ ითამაშეთ ჭადრაკი და მოუხმეთ გონების დაფას, არ მხოლოდ გადაცემის თვალსაზრისით, არამედ აი სათამაშოთაც იმისათვის, რომ უფრო უკეთესად, უფრო მრავალმხრივად დაგეგმოთ თქვენი წარმატება და მიაღწიოთ სწორედ აი ამ წარმატებას. სტუმრის დრო გვაქვს, გოგა? აბა დღეს სტუმარი ვინ ყავს? დღეს ჩვენ სტუმარი ყავს ქართველი, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს. როგორც უკვე აღნიშნეთ. კი, როგორც უკვე აღნიშნეთ. საერთაშორისო დიდოსტატი, ჩვენ სწორად თქვი თავიდან, რომ ის იყო ანატოლი კარპოვის, ვიშანთა ანანდის, ინდოეთის ნაკრების მთელი პლიადა აღზარდა მათ ინდოეთის მამაკაცთა ჭადრაკში და საქართველოს ქალთა ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, რომელთაგან მე გამოყოფდი 2015 წელს. ყველა სინჯის მედალია, ყველა სინჯის მედალია, მაგრამ 2015 წელი იყო ძალიან დასამახსოვრებელი, რადგან ჩინეთში ჩინელებს წავართვით სოფლიო ჩემპიონობათან კლასიკურ ჭადრაკში. თავისივე კედლებში მოკლედ როგორც იტყვიან ხოლმე და ეს ელიზბარ უბილავას ასევე მნიშვნელოვანი წვლილი იყო აი ამაში. მოდი მოусმინოთ ელიზბარ უბილავას. ვიდრე მოусმეთ, მინდა გკითხო, როგორ მოხდა აი ამ ინტერვიუს ჩაწერა? ესპანეთში ვიყოფებოდი სოფლიო ქალთა ჩემპიონატზე და არ შემეძლო რომ ერთი დღე მადრიდში არ დავჩენილიყავი, ელიზბართან მქონდა შეხვედრა, ძალიან კარგი დღე გავატარეთ ერთად და აი ჩემი პირველი გამოცდილება იყო თქო ოპერატორობის და მე ჩავწერე ეს ინტერვიუ. მე იმედი მაქვს რომ კარგი გამოგვივიდა.
თან ნახოთ აბა დებიუტი როგორ იქონდა როგორც ოპერატორის და როგორც ჟურნალისტის. მოვუსმინოთ ინტერვიუს ელიზბარ უბილავასთან. დღევანდელი გადმოსახედიდან ალბათ ყველაზე უფრო სამახსოვრო მომენტი ჩემს ბიოგრაფიაში სწორედ ჭადრაკის სწავლის მომენტია, როდესაც მამა ჩემმა მოიტანა ჭადრაკი, გაშალა ფიგურები და ჩვენ 4-ვეს, ჩვენ ვიყავით 4 ბავშვი, აგვიხსნა პირველი სვლები. ჩემთვის ეს იყო ნამდვილად გასაოცარი მომენტი, იმიტომ რომ პირველი ნახვით თუ შეიძლება რამე მოგაჯადოოს, ეს იყო ნამდვილად ჭადრაკი. მე მახსოვს კარგად აი ეს მომენტი და ალბათ ეს დაუვიწყარია ჩემს მეხსიერებაში, რომ თვითონ ჭადრაკის ფიგურები არა მარტო სვლებს აკეთებდნენ ჩემთვის, არამედ ესენი იყვნენ გახდნენ ჩემი მეგობრები. მე თამაშობდი ჭადრაკის ბაიკებით, მხედრებით, ეტლებით. ეს იყო ჩემი სათამაშო და ამავე დროს გახდა ჩემი ცხოვრების მთავარი მეგზური მთელი ამ ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე. არ ვტოვებდი არც ერთ სტუმარს, რომ არ მეთხოვა მათთვის ეთამაშათ ჩემთან ჭადრაკი. და ცოტა მოსაბეზრებელი იყო ეს მათთვის, რა თქმა უნდა, როდესაც 6 წლის ასაკში ჩემ ბავშვი გთხოვს, რომ ეთამაშო ჭადრაკი და მოკლედ ეს გახდა ნამდვილად სწორედ ის საწყისი წერტილი, რომელმაც ბიძგი მისცა მთელ ჩემს ცხოვრებას. ჩვენ ვატარებდით საჭადრაკო ტურნირებს, მამა ყველაზე ძლიერი იყო, რა თქმა უნდა, თავდაპირველად, შემდეგ ჩემი უფროსი ძმა გახდა ძალიან წარმატებული და ჩემი ოცნება იყო დამეწყო მევლო ჭადრაკის სექციაზე, მაგრამ რატომღაც მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა მუსიკის სწავლა. და ეს იყო 4 წელიწადი, ასე ვთქვათ, როგორ დავარქვა ამას ტანჯვის წლები, მაგრამ მოკლედ ასეთნაირად გამოვიდა, რომ სამწუხაროდ აღმომაჩნდა ძალიან მაღალი შეგრძნება, მუსიკალური შეგრძნება, ასე ვთქვათ, სრული სმენადობა მქონდა. როდესაც უკრავდნენ რაღაც ნოტებს, მე შემიძლია ის პირდაპირ განმემეორებინა, ზურგშებრუნებული ვიყავი. და დაიწყო ჩემი, ასე ვთქვათ, მუსიკის სწავლება, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი სასაცილო ეპიზოდი მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომელმაც შეცვალა შემდეგ ჩემი გზა. ეს იყო მე და მამა ვიყავით სახლში მარტო და მამამ თხოვა, რომ უпростоრად მითხრა, რომ შენ უნდა ახლა სკრიპკა აიღო და უნდა ივარქიშო, უნდა დაუკრა სკრიპკაზე. და ცხადია, მე დავიწყე სკრიპკაზე ვიოლინოზე უпростоრად დაკვრა და კარგი ხანი ვაღერჟიტე ეს ვიოლინო. და მამა მუშაობდა თავის ოთახში და ვიფიქრე, ალბათ დავიწყდა ახლა მე რომ უნდა ვიმეცადინო მუსიკაში და დავდე ეს სკრიპკა და გამოვედი გარეთ. და მაშინათვე დამიძახა მამამ, რომ არა, შენ ჯერ კიდევ უნდა გააგრძელო, ეს ძალიან მოკლე დრო არის, შენ როგორც მეცადინეობისთვის. კვლავ განვაგრძე მუსიკაზე, ასე ვთქვათ, ჩემი მუშაობა და კვლავ რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ წადე გაპარვა სახლიდან. კვლავ დამაბრუნა მამამ და უკვე იმდენად ასე ვთქვათ, იმდენად რთული იყო ჩემთვის ვიოლინოზე ისევ დაბრუნება და დაკვრა, რომ ტირილი დავიწყე. და მაშინ მოვიდა და მკითხა, რა გატირებს კი, მაგრამ რაშია საქმე მკითხა. და მაშინ მე გულახდელად უთხარი, რომ იცი მე ჭადრაკი უფრო მიყვარს ვიდრე მუსიკა და აღარ მინდა მუსიკაზე დავკარგო დრო. და ეგ იყო და ეგ და მაშინ მახსოვს როგორი გადაწყვეტილები თქვა მამამ. კარგი, დამთავრებულია ეს ამბავი, ეხლა ჩვენ წავალთ ჭადრაკის კლუბში და მახსოვს მაშინ ახალი გახსნილი იყო ჭადრაკის კლუბი
მის დირექტორად დანიშნეს ვიქტორ გოგლიძე, პირველი ქართველი ოსტატი. ეს იყო შესანიშნავი პიროვნება, მახსოვს კარგად მისი პიროვნება. მახსოვს ჩემი პირველი პედაგოგი, რა თქმა უნდა, ეს გახლდათ პავლე ხიზანიშვილი. არ იყო დიდი მოჭადრაკე, მაგრამ იყო შესანიშნავი ადამიანი. პირადად ჩემთვის აღმოჩნდა ერთ-ერთი საკვანძო პიროვნება ჩემს ბიოგრაფიაში. მე მეორე თარეგოსანი ვიყავი 13 წლის ასაკში, როდესაც ჩვენ სკოლას ესტუმრა მიხეილ ბოტვინიკი. და ერთდროული თამაშის სეანსი გამართა. უნდა გაემართა უბრალოდ. ნუ ცხადია ჩვენ გავიგეთ ამის შესახებ და მე ერთი სული მქონდა იქნებ როგორმე მეთამაშა, მაგრამ მეორე თარიგი მქონდა ამ დროს და მარტო პირველ თარეგოსებს და ოსტატობის კანდიდატებს მქონდათ უფლება ეთამაშა. და მაშინ მახსოვს პავლე ხეიზანიშვილმა მითხრა რომ იცი შენ მშვიდად იყავი, მე მოვახერხებ რამეს. და მოკლედ დამიძახა მე ეს რამდენიმე წუთის შემდეგ დამიძახა აი აქ არის ადგილი და დაჯექი. და მე აღმოჩნდი ბოტვინიკის სეანსში. მე მახსოვს 25 დაფაზე ჩაატარა ბოტვინიკმა ეს სეანსი. ლაზერის გამბიტი ვითამაშე, მე შავებით თამაშობდი და მოვიჯე ეს პარტია. ეს იყო საოცარი რა. ბოტვინიკი ძალიან ნელა თამაშობდა ეს სეანსი დაიწყო სადღაც 6 საათზე და გაგრძელდა თითქმის პირველ საათამდე თუ 12 საათი გადაცილებული იყო და მე საშუალება არ მქონდა რომ ოჯახისთვის შემეტყობინებინა დედა ჩემისთვის რომ იცი აი მე სეანსს თამაშობ და ვერ მოვდივარ და ჩვენ ცხოვრობდით ავლაბარში და ეს იყო რუსთაველზე ასე ვთქვათ რუსთაველის პროსპექტზე აღარ მახსოვს ქუჩის სახელი მაგრამ ძალიან შორს იქ არ იყო ტელეფონები არ ჰქონდა რა თქმა უნდა არაფერი საშუალება არ იყო რომ მეთქვა ეს ამბავი და როდესაც დამთავრდა სეანსი ნუ ცხადია დაუბრუნდი სახლში ხამის ძალიან გვიანი იყო და სახლში იყვნენ საოცრად შეშფოთებულები და მამაჩემმა ძალიან მკაცრად გამომკითხა რა მოხდა რატო დავიბიანეს და მე ვთხარი რომ აი ბოტვინიკი იყო სეანსში ჩაატარა და ხო სეანსი ჩაატარა შენ სრულობ მითხრა აი ახლა რახან გვიან მოხვედი იმიტომ ალბათ სრულობ მე ვთხარი არა აბრაკენი მითხრა მე მოვიგე მე ვთხარი აი ნამდვილად მათყუარა ხარ ხო და ნუ ცრემლებამდე მივიდა საქმე და ნუ იძულებული ვიყავი შევბრუნდით მე და დავიწინე მე ვარ დღეს როდესაც გავიყვიძე მამა ყოველდღე ყიდულობდა გაზეთს და ბაჩორის ლელო იყიდა ლელო იყო სპორტული გაზეთი და იქ აღმოჩნდა იყო პატარა ინფორმაცია რომ აი ბოტვინიკმა ჩაატარა სეანსი და დამარცხდა მათ შორის ახალგაზრდა მოჭადრაკესთან ერისბარ უბილავასთან ისეთი გახარებული მოვიდა მამა იყო საოცრად გახარებული და მოკლედ რა თქმა უნდა ყველაფერი მამატიეს გვიან მოსვლაც და ყველაფერი მაგრამ თვითონ აი ამ მომენტმა ეს იყო უზარმაზარი სტიმული როდესაც მე მივხვდი რომ ჭადრაკში არის საჭირო ყოველდღიური ინტენსიური მუშაობა სხვანაირად არაფერი არ გამოვა და ამის შემდეგ ფაქტიურად არ ყოფილა დღე რომ მე რამდენიმე საათი არ დამეთმო ჭადრაკისათვის და თუ რომელიმე დღე აღმოჩნდებოდა ესეთი ეს იყო ჩემთვის დაკარგული დღე რომ აი მე რაღაცა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი ან რაღაც მოხდა ისეთი რომ ვერ გავაკეთე ეს არის სწორედ ამ პროფესიას ამ საქმიანობას თუ გინდა მიუძღვა შენი ცხოვრება თავგანწირვა თავისებურად სხვანაირად არ გამოდის ყველაფერი რასაც ადამიანის აკეთებს ან რა საქმიანობასაც ეწევა ამას სჭირდება თავგანწირვა ამას სჭირდება უზარმაზარი შრომა ცხადია გამოცდილება და რა თქმა უნდა ნიჭიერებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ რომ ეს ურთულესი სპორტია, ურთულესი მიმართულებაა. ხშირად, როდესაც დაამთავრებ პარტიას და შემდეგ არჩევ იმას, რაც გააკეთე, რაც ითამაშე, როგორი გეგმა აერჩიე, რა შეცდომები დაუშვი. ირკვევა, რომ ძალიან შორს ხარ ჭეშმარიტებისგან. ხანდახან ვფიქრობ, რომ საერთოდ ეს სიღრმე, რაც ახლავს თან ჭადრაკს, ალბათ
ადამიანური შესაძლებლობების მიღმაც კი არის. დღეს ჩვენ გვაქვს ანალიტიკური მოდულები, რომლებიც გვეხმარება ანალიზში და ხვდები, რომ ესე იგი რამდენად რთულია ეს, რამდენად ინტენსიური მუშაობა ჭირდება. თვითონ ის იარაღი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ჭადრაკის თამაშის დროს, როგორც არის გათვლა, მაგალითად, როგორც არის ინტუიცია, გამოცდილება, ცოდნა, ეს არის ჩვენი იარაღი. ჩვენ გვაქვს კიდე წინწასული ცოდნა. ანალიზის შედეგად ჩვენ ვამუშავებთ ახალ მიმართულებებს, ისეც, რომელიც ჩვენმა მეტოქეებმა შეიძლება არ იცოდნენ და სწორედ ეს არის ჩვენი წინწასული ცოდნა. ეს არის ჩვენი იარაღი, მაგრამ ეს არ არის მარტო მოჭადრაკის იარაღი და ვაღიარო ეს ასე ვთქვათ კონცეფცია, რომ ეს უნივერსალური იარაღია ადამიანის. უბრალოდ მოჭადრაკეებს ჩვენ გვაქვს ჩვენი ტერმინები და ჩვენ ამ იარაღს ვიყენებთ ამ სფეროში. თქვათ გათვლას ყველა იყენებს, ინტუიციასაც, გამოცდილებასაც და ასე შემდეგ. ჭადრაკი ამას რაფინირებულად აკეთებს და ავითარებს ამ ანალიტიკურ აზროვნებას, სტრატეგიულ აზროვნებას. რაც შეეხება ახალგაზრდა მოჭადრაკეებს, ვისაც უნდათ დაეუფლონ უფრო ღრმად ამ თამაშს, ესე იგი უნდა იცოდე რასთან აქვს საქმე. გარდა იმისა, რომ შენ უნდა გქონდეს მაღალი ტაქტიკური და კომბინაციური ხედვა ჭადრაკის, ამავე დროს ეს უნდა იყოს თანხმდენა. ღრმა პოზიციური, ღრმა სტრატეგიული და შესანიშნავი დინამიური შეგრძნების თანხმდენა ყველაფერი ერთად უნდა იყოს. და ეს არ არის საკმარისი. იქ შენ როგორც პიროვნება ადამიანი უნდა გრძნობდე თავს შესანიშნავად ფიზიკურად უნდა იყო, ძლიერი ფსიქოლოგიურად უნდა იყო მომზადებელი. წარმოიდგინე შენ რამდენი ელემენტია იმისათვის, რომ მართლა მიაღწიო მაღალ შედეგებს. გარდა იმისა, რომ შენს უკან უნდა იდგნენ ადამიანები, რომლებიც შენ გეხმარებიან. როგორ არის, როდესაც დიდი საფეხბურთო კლუბები აღწევენ წარმატებას? მათ უკან დგას ათასობით ადამიანი. მათ უკან დგას უზარმაზარი დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ ჭადრაკი არის ინდივიდუალური სპორტი, ეს დახმარება აბსოლუტურად აუცილებელია. არა, შესანიშნავია, როდესაც ჭადრაკი ინერგება საზოგადოებაში. საქართველოში ძალიან პოპულარული იყო ყოველთვის ჭადრაკი. მე მახსოვს ახლობლებში, ნათესავებში, იგივე მამაჩემი, მისი მეგობრები, როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ. არ იყვნენ ისინი კარგი, საერთოდ არის მოდა ჭადრაკი, იცოდნენ ფლები და აი ეს მამამ თხოვდა ხოლმე იქნება ერთი მუღამი მასწავლო რაღაცა, რომ აი მეტოქე, ასე ვთქვათ, დაემარცხებინა. ყველა იღებს სიამოვნებას თავის დონეზე. ამდენად ჭადრაკი ამიტომაც არის კარგი. მით უმეტეს ბავშვებისთვის, რომლებსაც უვითარებს, ასე ვთქვათ, ფორმირებას ახდენს მისი პიროვნების, ავითარებს მის აზროვნებას, მის სტრატეგიული ხედვის სიღრმეს. ამავე დროს არის მთელი რიგი გამოკვლევები, რომ ბავშვები, რომლებიც ჭადრაკს თამაშობენ, ისინი უკეთეს ნიშნებს იღებენ. გარდა იმისა, რომ შემდეგ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად არ არიან, ვთქვათ, განვითარებულები, მათთვის ჭადრაკი ძალიან დიდი დახმარებაა. მთელი რიგი მომენტებია, რომელიც დროსაც ჭადრაკს აქვს როგორც სოციალური, ასევე რეალური დახმარების საშუალება და უნარი. ამდენად ეს მისასალმებელია, ეს ძალიან კარგია და აქ არის ესპანეთში ყველა ოჯახს უნდა რომ ბავშვმა, ასე ვთქვათ, ჭადრაკი ისწავლოს, იმიტომ რომ კარგი საქმით არის დაკავებული. არ არიან ქუჩაში, არ აკეთებენ ცუდ საქმეებს, არამედ ვარჯიშობენ, ჭადრაკს თამაშობენ, ერთობიან და ეს არის უაღრესად დადებითი მოვლენა. დღეს ჩვენ რუბრიკაში გოგა ჭადრაკის პარტია
ესე მოვიფიქრე სახელი. მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს შევთავაზო ქართველების ნათამაშები თუ როგორ ამარცხებდნენ ისინი მსოფლიო ჩემპიონებს. პირველი პარტია იყო ძალიან საინტერესო, გოგა. პარტია გათამაშდა ბაადურ ჯობოვასა და რუსლან პოლომარიოვს შორის. ეს იყო ოლიმპიადა, 42-ე ოლიმპიადა ბაქოში, რომელიც გაიმართა და საქართველოს ნაკრები ეთამაშებოდა უკრაინის ნაკრებს. პირველ დაფაზე, რა თქმა უნდა, მიდიოდა ეს ორთაბრძოლა და ბაადურის სწორედ პირველ დაფაზე. ბაადურის პირველ დაფაზე, პირველ დაფა მოიგო მან დიდი უპირატესობით ამ ოლიმპიადაზე სასწაულ ფორმაში თამაშობდა, მაგრამ ეს საინტერესო პარტია ამ პოზიციაში, რომელიც მივიღეთ ჩვენ, ნუ ბაადურს როგორც უყარს ხოლმე თეთრები ძალიან უპრეტენზიოდ გაითამაშა დებიუტი და მას ძირითადი აქცენტი შუა თამაშზე გადააქვს, მაგრამ იცით, იქ დადიოდნენ პირველ დაფაზე სხვა ვარსკვლავები, ეს ვთქვათ, მაგნუს კარლსენის თანამდებობა და ვერცერთი ვერ ხვდებოდა თუ რას აკეთებდა ბაადური. რა ჩანაფიქრი ქონდა? რას აკეთებდა ბაადური. და სწორედ ამაშია საქმე, რომ აი ამ პოზიციაში ბაადურმა ითამაშა უბრალოდ შავით ითამაშეს ეტლი ეფრატ და თითქოს მისცეს მხედარი F5-ის ტაქტიკური დარტყმის საშუალება, მაგრამ ჩანაფიქრი იყო ესეთი, რომ მხედარი F5-ის შემდეგ პაიკი აიღებდა მას ეტლი E7-ის შემდეგ Q6 და აქ თითქოს ეტლი გამოჭერილია და იძულებული გახდებოდა თეთრები დაეთმოთ ეტლი, ანუ ხარისხი მიეცა და რა თქმა უნდა უპირატესობა იყო შავების მხარეს. მაგრამ აქ ბაადურმა გააკეთა წარმოუდგენელი სვლა Q6, თითქოს ესეთი შეწირვა არის ხოლმე, თორსა პაიკში წირავენ Q-ს და მეფის პოზიცია იშლება და Q6-ის შემდეგ გამოდის რომ ყველა გაკურებული უყურებდა პოზიციას გოგა და ფიქრობდნენ რომ როგორ უნდა გადაარჩინოს აქ შავებმა. თქო, პონომარი ომასაც ესე ვთქვათ, ხმა ჩამოუვარდა და ვერ ხვდებოდა როგორ უნდა გადაერჩინა პოზიცია და აი რამოდენიმე სვლაში დამთავრდა ეს ბრძოლა. აი აქ მოვიდა პონომარიოვი, მოკლა რა თქმა უნდა A6-ზე, თუ არა ლაზერი G5 ემუქრებოდა, ლაზერი A6. ეტლი C3 მან შეეცადა რაღაცნაირად ინიციატივა წაერთმია ბაადურისათვის და ეტლი შეეწირა ხარისში, მაგრამ ბაადური აგრძელებს თავის შეტევას, სულ არ უყურებს მის თამაშს. ქიში მეფე ეფრა ლაზერი F6 და ირკვევა რომ პარტია პაწაგებული არის რა. აქ ერთ კიდე ბოლო გაბრძოლება ქონდა პონომარიოს, მოკლე ეტლი D3, CD და ვერაფერი ვეღარ იცავს პოზიციას. ემუქრება ეტლი E6 ლაზერი A8 და ლაზერი A8 მოგებული პოზიციით, ან ეტლი E1 და ისევ ეტლი E6, ანუ ვერ იცავს ვერანაირად შავი პოზიციას. და ყველა საინტერესო რა არის, იცით? თქვა ეტლი E8 რომ მოვიდეს, არა, ეტლი E1-ის შემდეგ ეტლი E6-ის მოკლას არ შეუძლია, მაინც ჩამათია A8-ზე. მაინც ჩამათი არის როგორც. და ამ პოზიციაში დაანებდა პონომარიოვი. კარგადაც ვიქნია. ძალიან მაგარი იყო. მინდა მეორე პარტია შევთავაზო ჩვენს მაყურებლებს, ეს არის უკვე მთლიანი პარტია. ელიზბარ უბილავა ეთამაშება ვესელინ ტოპალოვს. ჯერ კიდე ახალგაზრდა იყო ტოპალოვი. ორივე სახელი არის მსოფლიო ჩემპიონი. მე-16 და მე-18 მსოფლიო ჩემპიონები წარმოვიდგინე. აქ გათამაშდა ჰოლანდიური დაცვა და ელიზბარმა ძალიან საინტერესოდ აირჩია დებიუტში განვითარება, აი ხედარი A3 მოვიდა აქ. ნუ ელიზბარი უნდა ვთქვათ, რომ როგორც კარგი თეორეტიკოსია, მსოფლიოში სახელგანთქმული ადამიანი იყო და ამიტომაც იყვნენ დაინტერესებული მისი მომსახურებით, მოხმარებით ტოპ მოჭადრაკეები. Q7 მხედარი F4. მხედარი იკავებს არა F3-ჯას, F4 უჯრას და მას აქვს ორმაგი დანიშნულება. პირველი ცენტრის D5 E6 უჯრებისთვის იბრძოლოს და მეორე A4 პაკით განახორციელოს შეტევა მეფის ფრთაზე. მხედარი C6 A4. აქ შეეცადა ტოპალოვი რომ ცენტრში უპირატესობა და ინიციატივა მის მხარეს ყოფილიყო, მაგრამ ნახე რა მოუვიდა. მოკლეს აქ მხედარი E5, A5, C6, გაიცვა C4, რადგანაც არ შეიძლება D5 მოუშვა. То D5-ის შემდეგ გაბოტონდება შავები ცენტრში და ვერ კლავს C4 პაიკი, რაც თავარია, იმიტომ რომ G6 პაიკი კიდია, როქი, გაიცვალა G6-ზე და მხედარი C3. ლაზერი ერო, ეხლა დაისვა შავებმა G6 პაიკი და უნდათ უკვე C4-ის მოგლა, მაგრამ ელიზბარი წავიდა C5-ს და დაბლოკა შავების პაიკები. აქ B6-ის სულით შეეცადნენ გაეცვალათ ეს, თქვათ, აქტიური პაიკი თეთრს, მაგრამ აქ უკვე დაიწყო ელიზბარმა ძალიან საინტერესო ტაქტიკური სირთულეები. მხედარი B5 D6 უჯრაზე მიდის მხედარი B-ზე და მხედარი D6 და არა მხედარი C7 შეეძლო ხარისხი მოეგო ლაზერი D8, მაგრამ არ უნდოდა რომ შავებს ცენტრში ყოლოდათ ესეთი ძლიერი პაიკები. ლაზერი E7, ლაზერი B3 და ეტლი F7. აი თქვა ძალიან ოპტიმისტური გადაწყვეტილება მიიღო შავებმა. შეეძლოთ მათ C4 მოსულიყვნენ. მხედარი C4, მხედარი C4, ლაზერი C4, ლაზერი F7 და ნუ ცირად უპირატესობა იყო თეთრების მხარეს, მაგრამ არც ერთი საშინელება როგორც მოხდა პარტიაში. იმიტომ რომ ეტლი F7-ზე მხედარი F7 მოხდა, მოკლეს და C4-ზე მეორე ძლიერი დარტყმა, მხედარი G6. შუალედური სვლა, რომელთაც ფაქტიურად გადაწყვიტა პარტიის ბედი.
აქ მოკლეს მხედარი კლაუს G6-ზე, მხედარი A6-ში ქიში, Q6-ში ლაზერი C4, D5, რადგანაც თუ მეფე გაიწევა უბრალოდ A6-ზე ავიღებ და Z-ბედი ხარისხი მაქვს, ყველა პარტია მიდის ძალიან ტემპში. ლაზერი C7, Q-B7, Q-D5 კიდევ ერთი დარტყმა, რომ იძულებული გახადო მხედარი D5 მოგლას, ლაზერი G6, Q-G7 და რომ შევხედოთ პოზიციას, მართალია ორი ფიგურა ყავს ჩაეს, მაგრამ თეთრებს ეტლი და საიმპაიკი ყავს, რაც გაცილებით დიდი უპირატესობაა. და კიდევ ერთ მაგისაც დაამატებს აქ ელისბარი, ლაზერი A7 ქიში, მეფე F7, Q-A6, ეტლი ჟერვა, გაიცვალა Q-ები, ლაზერი ყავს. F5-ზე კიდევ ერთი პაიკი მოუგო, მეფე ჟერვა, ეტლი A4, მეფე მხედარი F6, ეტლი C1, მეფე F7, ეტლი A6 და დანებდა აქ, იმიტომ რომ ემუქრება ეტლი F6, ეტლი C7 და პარტია მოგებული არის. როგორ საინტერესო განვითარება და რამდენიმე ცდუნებაც კი იყო აქ ახლა ჩემთვის სხვა გამეკეთებინა. გოგა, მოდი შევთავაზო და ამოხსნა ახლა, ამოხსნის კონკურსი შევთავაზო ჩვენს ტელემაყურებლებს. ჯერ ვთქვათ წინა ასე დავალება ვინ ამოხსნა ამოცანა? წინა ამოხსნა დავალება ამოხსნა ლაგოდეხელმა მოჭადრაკე საჭადრაკო ოჯახმა, ანდრია ლიმარის ოჯახმა. ლაგოდეხელმა. ლაგოდეხელმა. რა კარგია რომ ჩვენ მაყურებლების და ამოხსნელთა გეოგრაფია გაიზარდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოვიყვანე მთელი ოჯახი ძალიან რთული ამოცანა იყო სხვადასხვა და მთელი ოჯახი ჩართული იყვნენ მის ამოხსნაში და მინდა მიულოცო მათ ეს წარმატება. რაც შეეხება ახალ პოზიციას, ეს არის ანანდი კარპოვის პოზიცია. სხვადასხვა ელიზბარ უბილოვმა მირჩია ეს პოზიცია, ის ესწრებოდა ამ თამაშს როგორც ანანდის კონსეკუნდანტი და ძალიან საინტერესო პოზიცია არის. ჩვენ ტელემაყურებლები შეუძლიათ ეს პოზიცია მონიშნონ, დაფიქრდნენ და გააგრძელონ როგორც ანანდმა თამაში. ის რა საინტერესო ხო ერთ პერიოდი კარპოვთან მუშაობდა ელიზბარი და მერე ანანდთან. და ამ დროს აი პარტიის წინ უკვე ანანდის სეკუნდანტი იყო. კი. შევახსენოთ ჩვენ მაყურებლებს, რომ ვინ სწორ პასუხს გამოაგზავნეს ჩვენ Facebook გვერდზე, ისინი მოწვეული იქნებიან კლუბ 64-ში, შეხვედრაზე. ლერმონტოვის 12-ში. ჩვენს გადაცემაში ისტორიის დრო არის, როგორც დავფიქრეთ ჩვენს მაყურებლებს 1800 წელზე მოუყვებით საინტერესო ისტორიას და გოგა ფიქრობ მაყურებელს 1877 წელი როგორ გაჩნდა ჭადრაკის ფედერაციის ლოგოზე, საიდან მოვიდა, საიდან და სწორედ 1877 წელს ამინდა თქვა რომ ეს მასალები ყველაფერი გამოიკვლია საერთაშორისო დიდოსტანმა საჭადრაკო კომპოზიციაში ჩვენმა მემატიანემ დავით გურგენიძემ როგორც მას უყვარს ხოლმე სკრუპულოზულად შეისწავლა ყველა მასალა და აქედან გამომდინარე დავიტანეთ ჩვენ ლოგოზე ეს კი გავარკვიეთ ბატონი დავითის მეშვეობითაც რომ 1877 წელს თბილისში და საქართველოში შეიქმნა პირველი საჭადრაკო კლუბი წრე თუ შეიძლება ასე ითქვას და აქედან იწყება უკვე პრაქტიკულად ჭადრაკის როგორც პროფესიული განვითარება შახმატ ლისტოკის მიხედვით 1877 წლის სექტემბერში თბილისში 6-მა პიროვნებამ ჭადრაკის მოყვარულთა წრე დააფუძნა. პირობის მიხედვით ისინი კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ თითოეული მათგანის ბინაში, ხო, როგორი საინტერესო ამბავია ეს. სავარაუდოდ ერთ-ერთი დამფუძნებელია ალექსანდრ სმიტენი, თბილისის სასამართლო პალატის წევრი, შემდგომში თავმჯდომარე უმაღლესი საქალაქო წოდებით. ტურნირები იმართებოდა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დებულების თანახმად საათით და პარტიების ჩაწერით. მე-19 საუკუნეში დიდ საჭადრაკო ცენტრებში ტურნირების ორგანიზაცია ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, გაცილებით იოლი იყო თამაშების გამართვა და 1878 წელს თბილისში აი ასევე ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ანდრია დადიანის მატჩი ალექსანდრ სმიტენთან, სწორედ ეს სმიტენია, რომელიც ამ 6 შედის 1877 წლის ასე ვთქვათ საჭადრაკო წრის დამფუძნებელთა წრეს შედის. მის მუშაობას უნდა დაუკავშიროთ აი ეს ტურნირი. 1877 წელს თბილისში სამკურნალოდ იყო ჩამოსული მოსკოვის იმდროინდელი უძლიერესი მოჭადრაკე ალექსანდრ სოლოვცოვი. ანდრია დადიანთანაც მოუწია პაექრობა. დღეისაც ცნობილია ორი პარტიის ჩანაწერი, ორივე მათგანი დადიანმა მოიგო. პირველი 1878 წელს თბილისში, ხოლო მერე მოსკოვში უკვე 7 წელიწადში კვლავ მოუგო 1885 წელს. 1888 წელს 5-23 ივნისს ანდრია დადიანსა და ალექსანდრ სმიტენს შორის ჩატარებული მეორე თამაშიც თბილისის ჭადრაკის მოყვალთა წრის მუშაობის აქტივის შუქი და მივითვალოთ. თამაში დასრულდა 8 ნახევრით 3 ნახევარი, რა თქმა უნდა დადიანის სასარგებლოდ და ამ თამაშის პერიპეტიებს აღწერს თენგიზ გიორგაძე წიგნში თამაშობს ანდრია დადიანი და საერთოდ შორის უნდა ვახსენოთ თენგიზ გიორგაძის დიდი წვლილი სწორედ ჭადრაკის მატიანეში და ეს ძალიან
გვეხმარება რომ კიდევ უფრო მეტი თქვათ ჩვენს წარსულზე, საჭადრაკო წარსულზე. სწორედ თენგიზ გიორგაძე იყო პირველი სატელევიზიო გადაცემის ავტორი და წამყვანიც. და სწორედ ამ გადაცემის მუსიკა გამოიყენება გონების დაფაშიც. მადლობა გოგო საინტერესო ისტორიისათვის. დავიმშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, უშუალოდ მათ წარმატებული კვირა და დაგველოდონ შემდეგ შაბათს. გონების დაფა წარმოგიდგინოთ გია გიორგაძე და მე გოგა ჩაანდირმა Silk Universal-ზე და გვიყურეთ ასევე Silk Sport 2-ზე და Silk Sport 3-ზე.